დღევანდელ პროცესზე სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლეს ბრალდებულებმაც. სამხედროებმა მერაბ კიკავიძემ და გიორგი გორგაძემ განაცხადეს, რომ პროკურატურამ ისინი არჩევანის წინაშე დააყენა. თუ ისინი ახალაიას წინააღმდეგ ჩვენებას მისცემდნენ, მაშინ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებოდნენ და საქმეში მოწმეების სახით მიიღებდნენ მონაწილეობას. ამაზე მათ უარი განაცხადეს და მიაჩნიათ, რომ შედეგად მათთვის წაყენებული ბრალდება უსაფუძვლოა, ვინაიდან ფაქტები, რომელზეც პროკურატურა საუბრობს, არა სამხედროების წამება, არამედ ჯარისკაცების წვრთნა იყო. ბაჩო ახალაიამ კი განაცხადა, რომ პროკურატურას მისი დანაშაულის დამამტკიცებელი პირდაპირ მტკიცებულებები არ გააჩნია და ამიტომ აბსურდული ბრალდებებით ცდილობს მის დატოვებას საპატიმროში. აი აქ ვინც ეხლას ხედავ ბრალდებულები. ჩემთან ერთად. მათ ჰქონდათ ორი არჩევანი. ან უბრალოდ მიეცათ ჩვენება ჩემ წინააღმდეგ და ყოფილიყვნენ მოწმეები. ან მეორე, თვითონ ყოფილიყვნენ ბრალდებულები. ძალიან რთული არჩევანი. ეს ყველას არ შეუძლია. მე ვიცი კონკრეტული ადამიანები, რომლებმაც კონკრეტულ ადამიანებს უთხრეს, მისცემ ჩვენებას და იქნები მოწმე. აი ასეთ ჩვენებას. არ მისცემ ასეთ ჩვენებას და აგზავნა. ეხლა რამდენი ასეთია მოწმე უკვე ამ საქმეში, კიდე სადაგზა ნელ-ნელა გამოჩნდება. არაფერი სერიოზული ამ საქმეში არ არის. აბსოლუტურად არაფერი. და ის რომ საზოგადოებრივი მოსაზრება არსებობს, რომ შეიძლება ახალაია დაიჭიროს ნებისმიერ რაღაცაზე და უბრალოდ იჯდეს ციხეში, ეგ გასაგებია მესმის. და ეს თუ უყაროს პროკურატურას ზურგს და მხოლოდ ამიტომ არის აქ მოსული და ამას ამით ზურგამყარებული მოაქვს რაღაც გაუგებარი აბსურდული ბრალდებები, ესეც გასაგებია. ვეთანხმები ბატონ ბაჩანას, ეგ იყო ზუსტად ის მომენტი, რომ პროკურატურას ჭირდებოდა რაც შეიძლება მეტი ხმები ბაჩან ახალაიას წინააღმდეგ და მე ეს ჩემს საკუთარ თავზე ვნახე. ზუსტად ამის გულისთვის ვზივარ, ჩვენ აქ ვინც ვართ ჯარისკაცები, რა თქმა უნდა. შემდგომი პროცესზე უკვე ბრალდების მხარე წარმოადგენს იმ მტკიცებულებებს და დაიწყება მათი გამოკვლევა, კერძოდ მოწმეების დაკითხვა, რომელიც დაინიშნა 2 აპრილს 11 საათს. ჩვენი შესავალი სიტყვა ეხებოდა ძირითადად იმ არგუმენტებს, თუ რატომ არ არის ეს ფაქტი ის დანაშაული, რაც ბრალად აქვს შერაცხული და ყველა იმ ფაქტს, თუ რატომ არ უნდა იქნეს გამომტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ბრალდებულების მიმართ.